მოგესალმებით მეგობრებო. მესამე სერია გვყავს, მოკლედ განახეთ მის მდგომარეობას და გათვალიერებინებთ. რასთან გვაქვს საქმე? აქ მოკლედ აი ეს ბამპერია ესეა დამუშავებული. ამაზე ბევრად უკეთ ნამუშევრები გაქვთ თქვენ ნანახი. იქიდან გამომდინარე იცით კიდევ ვისთან ვაგზავნი. ჩვენი მახატება, რომელიც ხატავს ამ სულ ყველაფერს, მისი ხელნაკეთი ეს არ არის, როგორც ხედავთ. ძალიან ცუდი გაკეთებულია, რა ვიცი, ფაქტიურად ეს ყველაფერი იქნება ამ მოსაშენებელი, რომ ეს ფორმები დავხვეწოთ. რაც შეეხება მანქანას, აი აქ პატარა ესეთი დაზიანება. უკანა კრილოსას რაც შეეხება, ეხლა განახეთ მოკლედ ესეთი დეფექტები აქვს, რომელიც მე შევინიშნე მეც. ერთი მანდა აქ ესე ჩავარდნილია კუსივით, აი ესე. რამდენად გამოჩდება ჩანს ფაქტიურად, მოკლედ აი აქ ეს დეფორმირება, აი ხედავ კიდევ კამერაში ჩანს კიდევ გვერდულად არც უნდა დაყურება. მეორე რებრო აქვს ზუსტად აი ამ კრილოსთან, აი ამ ადგილას აქ, ანუ აქ ჩატეხილი, იქ აი ეს რაც ნახეთ, კანტი არ უნდა ქონდეს. აი როგორც ხედავთ, აი აქ ეს იდეალური ფორმა, ეგეთი ფორმა უნდა ქონდეს. ჩეპი აქვს აქ, ესეთი ჩაკერებული აქვს, ლაშის და გიოს ჩაკერებული ყველა გახსოვთ. ყველას ახსოვს იდეალურად სუფთად, არანაირი დამწრობა რო იტყვენ, ჩამწვარი და მიმწვარი რო აქ ეს ადგილი ბევრად სუფთად გასუფთავებული, რომ ფაქტიურად მეტ წილს უწევდა ხოლმე დაგრუნტვა და მერე იქიდან გამომდინარე როგორ იღებებოდა ეს ყველაფერი, ესეც სუფთა ნამუშევარი არ არის. როგორც ხედავთ აი ამ ტოჩკებსაც, როგორი ნამუშევარია ხედავთ. გიოს და ლაშას ქსოვილები ბევრად სუფთად არის, ბევრად იდეალურად არის. აი აქ არ ვიცი ამ ადგილას ესეთი რა ვიცი, თუ აქ სხვა მართულით ადუღებდა, მე სხვა მართულით აგავში. ესეთი პატარა სკვაზნოი ხვრელიც აქვს, სამი ცალი როგორც ხედავთ. ალბათ საჰაერო აქვს დატოვებული ამ კრილოზე, რა ვიცი, მოკლედ ესეთ გაუბედურებული კრილოა. ეს ყველაფერი მოგვიზოს ჩვენ წყობში მოყვანა, აი აქაც აი ესეთი ჩეპი აქვს, როგორც ხედავთ, ალბათ რაღაცა ჩაყვა. მოკლედ აი ესეთი მდგომარეობა აქვს, მოკლედ ძირითადად სამუშაო გვაქვს ამ კრილოზე, ამ კარებზე, იმ კარებზე, ის კარები იქნება ესე ნახევარად და შევღებოთ თავის პერიოდით ადგილი უნდა დავიტოვოთ. ამ კარებზე ეს რაღაც პატარა უნიშნელო წერტილები აქვს, აი 1 2 3 ნოს დამუშავდება, ძირითადად მანქანა შეიღებება აი ამ სტოიკიდან, ამ კარებიდან აქეთ, რა თქმა უნდა, შიდა მხარე შეიღებება. ეგაც უნდა შეიღებოს გასწორდეს და აქაც რავი, მოკლედ აი ესეთი პრობლემა აქვს რა, აი ეს აქ მოკლედ აი არ ვიცი. მოკლედ იდეალური კრილო რომელსაც ჩაკერებული იყო იდეალურად ფაქტიურად დაასახიჩრეს, ეთყობა რომ მოჭიმეს აქ ჩააგდო და აი აქ რებრო გააკეთა, ანუ თუ მოკეცის მომენტში ეთყობა რომ დაესვა ზაზორი, ეთყობა რაღაცა ვერ გამოჭიმეს, თორე ესეთ ფორმებს ტყუილად ჩაკერებული კრილო არ დაიტოვებდა. და რაც შეეხება ამ ბამპერს, როგორც ხედავთ, მოკლედ ის მდგომარეობა არის ესე, ეს არის აი ესე. ვნახოთ, მოკლედ რა გამოგვივა ამ ჩვენი M3-ისგან. ეტაპობრივად შევეცდები გადავიღო, განახოთ. თუ როგორი გამოვა. მუშაობაში აქ ესეთი პრობლემა მოაჩინეთ, კიდე ამ ადგილას არის ჩავარდნილი, აი ესე. აქ ნახეთ ესეთი არანაირი ფორმა და კანტი არ აქვს, ანუ ესე იდეალურად მოდის, აქეთ მხარე აქვს. აი ესეთი ჩავარდნილი, როგორც ხედავთ რა, ეს ფორმა, აი ნაკეციც ეთყობა კიდევაც რა. აი უკანა კრილოზთან ესეთი პრობლემა აქვს, მოკლედ და მეორე იქით მხარეს აქვს. და აქ ჩვენი ლაშიკო და გიორგა ესეთ რაღაცას ნამდვილად არ დამიტოვებდნენ, იმიტომ რომ სანამ თავის საქმეს ასრულებენ, ერთი შეიძლება სუსუ ცირე, სუსუ ცოტა ერთ 5-ჯერ, 10-ჯერ მაინც მეძახიან ბიჭები, რომ გადავამოწმო ხოლმე და ისე ერთად მივიღოთ იდეალური და მაქსიმალური შედეგი, მაგიტომ მომწონს მაგ ბიჭებთან მუშაობა და ყველას რეკომენდაციას გაგიწევთ, რომ მოკლედ მაგ ბიჭებთან მიხვიდე და იცოდეთ თუ გააკეთებენ ისე როგორც თავის საკუთარ მანქანას რა. მაგაში მე ვარ პასუხისმგებელი, იმიტომ რომ რა ვიცი, რაც მე მაგათგან მანქანები მაქვს ნაკეთები და გაკეთებული და რა ყველაფერი იყო იდეალურად რა, გინდ გასწორების ხედავთ, გინდაც სვარკებისგან, რა ვიცი. ესეთ რაღაცას ნამდვილად მე პატრონისთან არავინ არ ჩააბარებდა ამას რა. მოკლედ აი ეს მდგომარეობა ამ კრილოზე რა, ყველაფერს დავამუშავებ და მე უკვე ეტაპობრივადაც გადავიღებთ, განახებ ფორმებისგან, რა ფორმებს მივიღებ და რას გამოვიყოთ. აი და კამერაში კიდევაც ჩანს თითქოს რაღაცა ტრუბა შემორტმული რა. პირველ რიგში
ჟანგები გავასუფთავეთ კინის ჩოთკით, არ გახსოვთ ჟანგები როგორც ქონდა აქაც. ანალოგიურად აქაც ეს გავაწყრიალეთ, სამომავლოდ. მოკლედ თან არის პრობლემა არ ქონდა ეს გადამის ადგილები, იმიტომ კოროზიები ქონდა, კოროზიები იქიდან არის საშიშროება, რომ შეუძლია მე ბზარი გაიგეთოს, ისე პრობლემა აიფქრა სამ გადამულ ადგილას. იქიდან გამომდინარე, რომ აქ პრობლემას ავირიდოთ, მაგიტო კინის ჩოთკით სუფთავდება, რომ ბოლომდე ჩამწვარი ადგილები რაც იყო, სულ გასუფთავებული ყოფილიყო. მოკლედ რაც შეეხება აქაც ანალოგიურად კინის ჩოთკებით გავასუფთავეთ, აი ზედა მხარეები, როგორც ხედავთ, აქაც გავასუფთავეთ, ჟანგები სულ გავასუფთავეთ. დარჩა ახლა მაშინ კიდე ამ ყველაფერს გადავაგლატკებთ, გავასუფთავებ და რა თქმა უნდა წავა პირველი პირი შპაკი წავა ებოქსიტი, როგორც გითხარით, აქედან მხარე არც არის გასწორებული. ეტყობა კიდევ ჩქურკა რო მოედო, აი აქ პრიალებს აკეთაში ვერც მოედო, ნუ ვერ გაასწორეს ბიჭებმა რა. მოკლედ, ასეთი მდგომარეობა, ეს ეტაპია, ახლა სულ ყოფილი გასუფთავდება, მაშინ კიდე ამ სულ ყველაფერს გავასუფთავებ, დავგლატკავ და რა თქმა უნდა წავუსვევ ებოქსიტს. და მოკლედ მეგობრებო, ეს დასრულდა. აი ეს კარები გინახავთ როგორ დასწორებიც იყო. აი ეს გადადუღებული, ნუ თლათ იდეალურიც არ იყო, როგორც მიჩვეული ვარ ჩვენი ლაშიკოს და გიოს ნამუშევარს, აქაც მაქსიმალურად გამოვიდა ეს იდეალურად. ეს ვითომ ახალი ჩაკერებული გრილი როგორც ხედავ ფაქტიურად ისევ დაიშპაკლა, იმიტომ რომ არასწორია ჩაკერებული, ან მოჭიმულია ჩაკერებული და მაგის გამო აქ ქონდა ეს ტალღა, აქ ქონდა ეს ტალღა. აქაც ეს მოჭერილი ტალღა ქონდა, რომ აი პანელთან დაადუღეს, მაგიტო ქონდა ზუსტად აი ეს პრობლემები. აქაც ანალოგიურად. თორე იდეალურ გრილს ზოგადად რო ადუღებ, სასვავ, დაჭრი და კერავ, ხოლმე აი ეს სტიკებში, ნუ თუ თქვა იმის გამო ნათრევი კრივო იყო და 2-3 წერტილი ქონდეს რაღაც კენჭების გამო ერთადერთი ეგ, მაგრამ როგორც ესეთი როგორც ეს კროლ დამუშავდა, ანუ ეს არის არასდროს ჩაკერებული. იმიტომ აქედან როცა იჭიმება, იქიდან როცა იჭიმება დგება თავის ჩარჩოში. აი აქედან დეფორმაციას იღებს, როცა ჭიმაო კრილოა თავისებურად ჩარჩოსავით, სანამ ჩარჩოს სანამ მოერგება, აი ესეთ ტალღებს და ესეთ პრობლემის ქვეშ დგება. რაც შეეხება ჩვენ ბამპერს, აი ესე გიფსივით გამოვიყვანეთ, ფაქტობრივად განადგურებული იყო ეს ბამპერი, რავი, ბევრი შეცვლა კიდევაც ამ ბამპერს, ნუ იქიდან გამომდინარე ძალიან გთხოვა მოხმარებელმა და მოკლედ აი ესე მაქსიმალურად გამოვიყვანეთ ეს ბამპერი, რაც შეეხება ჩვენ ამ უკანა კარებსაც, აი ესე მაქსიმალურად გამოვიდა ეს კარებიც, ახლა დავგუნდავთ და კიდე დავხოწავთ ზედა ფორმებს, იმიტომ რომ ძალიან გაბერილია ფაქტიურად. იქიდან გამომდინარე, რომ არასწორია მიყოლებული ნამუშევარი და გასწორებული, როგორც ხედავთ, ატაჩილებული მდონეზეა ბალგაკაზე ნასმე რო კინა რო გაცხელებულია, უკვე აქედან დეფორმაცია, იმისგან კი არ დაზიანებული იყო, ანუ რო გაცხელდა, თვითონ უკვე დეფორმაცია მისცა ჟეშს, იმიტომ რომ ცხელდება დეფორმაციას კიდევაც კარგავს ბევრ ამის. მოკლედ ესე ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვართ, ეხლა ყველაფერს დავგრუნდავთ. ერთი აქ ქონდა სტიკი და მეორე აქ ამ ყველაფერს ახლა ჩვენ დავგრუნდავთ, მოკლედ და დავამუშავებთ და მე რა თქმა უნდა შეღებილი პროცესსაც განახებ თუ როგორი გამოგვივა საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა. მოკლედ ჯერჯერობით აი ამ ეტაპზე ვართ. აქ მოკლედ მეგობრებო, გადმოვედით საბურავი ავწიეთ, რომ ნახოთ ქვეშ რა ხდება, ანუ შეღების მერე რო წყალი და ასეთი რაღაცები არ შევიდეს. და რაც ჩვენ დავაფიქსირეთ აქ, მოკლედ ხა განახებთ. მოკლედ ეს არის აი ეს ადგილი, რომელიც აქაც ხრიჭო აქ დატოვებული, რამდენად გამოჩნდება, აი ეს ხრიჭო აქ დატოვებული, რომელიც წყალი შევა. აქედან როგორც ხედავთ, ჩაკერებულსაც ფაქტიურად ვერაფერს ვერ უზავ, იმიტომ რომ აქ ვიწროვდება და მე სქელდება აი აქ. ვიფიქრეთ მეთქი დაჩილით ავათხელოთ ეს ადგილი, მაგრამ აქ უკვე ბორცს გახსნეს, იქიდან გამომდინარე, რომ ნაკეცი ადგილია ქარხნულად ნებისმიერ მანქანას და გაიხსნება და ძალიან ცუდად გამოჩნდება. მოკლედ აქ ვერაფერს ვერ ვიზავთ, მხოლოდ ამებს ხრიჭოებს დავუკეტავ წყალი რო არ ჩავიდეს. რაც შეეხება მეორე მხარესაც, აქაც ანალოგიურად აი ესეთი ხრიჭო აქ დატოვებული, რომელიც ბაგაჟნიკში შევა წყალი და კომპიუტერებს და ასე შემდეგ ყველაფერს გაანადგურებს, ესეც უნდა დავუკეტავთ. აქაც აი ესეთი ხრიჭო აქ ბზარი აქ დატოვებული, მოკლედ. რაც შეეხება ქვედა მხარესაც, ჯიგასთან გერმეტიკი დაავიწყდა, რო წაესვა, ან კიდე დაუნთავრდა გერმეტიკი და დატოვა აი ეს. მოკლედ ეს ყველაფერი მაქსიმალურად დავხოწოთ, ესე ძალიან ცუდად რო არ იყოს. აქაც ეტყობა კიდევაც ატაჩილებულზე დამწვარზევია წასული, არც გასუფთავებული არ არის ჟანგიძე და აქ მოკლედ აქ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აკურატნად და სუფთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი. და მე უკვე შევფუთოთ
და რა თქმა უნდა შევღებოთ. ეს ეგ დამზადებული ჩერჩერობით ამ ეტაპზე ვართ. ეს კარები, ეს ნავაშკეცები, მოკლედ ეს ბამპერით მაქსიმალურად დავხვეწეთ, მოკლედ აი ეს ტიპი ეს ბამპერი. შიგნიდან მოკლედ აი ესე ნაუმარია, როგორც ხედავთ, აი ეს ჭირს მოკლედ. ანუ ეს ბამპერი იყო მაქსიმალურად გაკეთებული, იმიტომ რომ იყო ეს ბამპერი შესაძლებელი ან ნახევარი მაინც რომ ეს ხარი ჯამთელი ყოფილიყო. ეს ყველაფერი აქ არის გამოყვანილი შპაკლით, ასე ვთქვათ, გიფსით. და მოკლედ გავყვებით ამ ყველაფერს და შეღების მომენტსაც რა თქმა უნდა გადავიღებ და ამ ყველაფერს განახებ თუ როგორ მივიწევით მოკლედ წინ. Give it to me like I love you. მოკლედ მეგობრებო, დავასრულეთ ჩვენი მესამე სერია, ერთად დავათვალიეროთ, ნახოთ ფერიც როგორ დაჭდა და სხვა დანარჩენიც. ამის ნახევარი კარი შევღებეთ, დანარჩენი პერეხოთში გადმოვედით და წინასთან ფთასთან არაცელილი ვყავით. უკანა კრილი გახსოვთ რა მდგომარეობაში იყო, როგორი ნატანჯი იყო. ეს საბარგულით ანალოგიურად ეს კანტიც იდეალურად გამოვიდა. ეს იდეალური გამოვიდა. ესე და სტოიკაც კამფეტით იყო ესე ბოლომდე. ეს ჩარჩოცა ესე გემძიელად. შეიძლება ნახოთ გავაღოთ შინთან დავათვალიეროთ. ვაკეთებთ. ესეც შეგამხარე პრაიომი თავისი. ესე აკურადად თითო კანტი ყველა კანტთან ეს მიყვება. ესე იდეალურად ამოიღება შიდა პრაიომის. დანარჩენი არის ასაწყობი. ნუ ამ კარის ვიზუალიც გახსოვთ, უკანა კარი და უკანა კრილოსი გახსოვთ ამ მდგომარეობაში იყო. აი ეს გამოვიდა. მაქსიმალურად დაიხვეწა და ეს იდეალური გამოვიდა. ფერიც როგორც ხედავთ იდუა რა. მადლობა ვინც უყურებთ ჩემ YouTube არხს, გამოიწერეთ და ლაიქეთ. მოკლედ მომავალ შეხვედრამდე. YouTube-ზე რა იჭარიჭი იცი? ანუ კატალოგებელი გვაქვს. როგორ დააწერე სახელები, აი ცოტა მუსიკა, ეგ მაგარ რაშავ, რა ვიდეოს გავარდნით თამაში და? იო, ვაფშე იდეა მაქვს რა. აი, რა ბანე ვიო.